რაოდენობრივი შეფასების მეთოდები. ტრენინგის ამ მოდულში ჩვენ განვიხილავთ რიაში გამოყენებადი რაოდენობრივი ანალიზის ასპექტებს. ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები, რომელიც შესაძლოა გამოვიყენოთ რიაში. განსხვავება ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს შორის, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, ხარჯთეფექტიანობის ანალიზი. რაოდენობრივი ანალიზიც და წინა მოდულში განხილული თვისებრივი შეფასებაც რიას მეოთხე საფეხურის ნაწილებია. რაოდენობრივი შეფასება ალტერნატიული გზების ანალიზის ქვეთავია. რიას რაოდენობრივ ანალიზში ვიყენებთ მათემატიკური მოდელირებისა და ანალიზის ფართო სპექტრს, როგორიც არის სტატისტიკური და პროგნოზირების მოდელები, პროცესების სიმულაცია, ოპტიმიზაციის მოდელები ან სხვა ტიპის მათემატიკური მოდელირების ფორმები. აღნიშნული ანალიზის მოდელები, როგორც წესი, გამოიყენება ხარჯთსარგებლიანობის ან ხარჯთეფექტიანობის ანალიზის მოდელების შემუშავებაში. ხარჯთსარგებლიანობა და ხარჯთეფექტიანობა თავს უყრის მოდელების შედეგებს ერთიან მონეტარულ საზომ ერთეულში. ამ ტიპის ანალიზის ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკური თეორია. რა განსხვავებაა ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს შორის? ფინანსური ანალიზის განხორციელებისას ვაფასებთ ზეგავლენას ერთი ჯგუფის ფინანსებზე, შემოსავლებსა და ხარჯებზე. ასეთი ტიპის ანალიზში გათვალისწინებული არ არის ზეგავლენა სხვა ჯგუფებზე. ეკონომიკური ანალიზი მთლიანად საზოგადოების ხარჯს და სარგებელს აკვირდება. ეს იმას გულისხმობს, რომ ერთი ჯგუფის ხარჯი შეიძლება მეორეს სარგებელი იყოს და პირიქით. ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს შორის სხვაობა კარგად ახასიათებს სლაიდზე მოცემული ცხრილი. თუ ფინანსური ანალიზი და ეკონომიკური ანალიზის შედეგები უარყოფითია, ალტერნატივის განხორციელება არავის აწყობს. ხოლო თუ ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის შედეგი დადებითია, ის ყველასათვის მომგებიანია. შეიძლება ფინანსური ანალიზი უარყოფით შედეგს გვაძლევდეს, ხოლო ეკონომიკური დადებითს. ამ დროს ინვესტორმა შეიძლება იზარალოს, ხოლო საზოგადოება სარგებელს მიიღებს. ამ დროს შესაძლოა ინვესტორის ისე კომპენსირება, რომ მას პროექტის განხორციელების სტიმული შეექმნას. გადავიდეთ უშუალოდ ხარჯთსარგებლიანობის ანალიზზე, როგორც რიაში რაოდენობრივი შეფასების ერთ-ერთ ძირითად ფორმაზე. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი საზოგადოების სარგებელისა და დანახარჯების იდენტიფიცირებისა და შეფასების პროცესია. ის საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რეფორმები, პროექტები, პროგრამები ან ცვლილებები საჯარო პოლიტიკაში. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ერთ-ერთ ფართო მიზანს წარმოადგენს საზოგადოების მწირი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ეკონომიკაში ერთი ადამიანის სარგებელი შეიძლება მეორეს ხარჯი იყოს და პირიქით, თუ რეფორმა ქმნის გარკვეულ ზრდის ეფექტებს, რაც საშუალებას იძლევა მთლიანად ეკონომიკა გაიზარდოს, ამ დროს ყველამ შეიძლება იხეიროს. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი ყოველთვის ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ხარჯს და სარგებელს. ის უნდა ასახავდეს ეკონომიკის წრიულ ხასიათს, შინა მეურნეობებს, კერძო სექტორს, სახელმწიფოსა და საგარეო სექტორს შორის ურთიერთქმედებას. ხარჯსარგებლიანობის ანალიზში სისტემატიზებული ხარჯებისა და სარგებლის განფასება და მონეტიზაცია მიზნად ისახავს გამოვითვალოთ წმინდა სარგებელი, რომელიც სარგებელსა და ხარჯს შორის სხვაობაა. თუ წმინდა სარგებელი დადებითია, გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ. ხარჯსარგებლიანობის ანალიზში დადებითი წმინდა სარგებელი უხეშად რომ ვთქვათ, ეკონომიკის ზრდას მიანიშნებს. უარყოფითობის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ ისევ უხეში შედარებით უარყოფითი წმინდა სარგებელი ეკონომიკის შემცირებაზე მიუთითებს. პრაქტიკაში წმინდა სარგებლის გამოთვლა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ეკონომიკის ფუნქციონირებაში უამრავი სხვადასხვა ცვლადი მონაწილეობს, რომლის სრულად შეფასებაც შეუძლებელია. ამიტომ შეფასებისას პირველ რიგში ვცდილობთ მოვახდინოთ ისეთი ცვლადების იდენტიფიცირება, რომლებზეც ზეგავლენა მოსაოდნელია და ვახდენთ მათ მონეტიზებას. ხშირად ჩვენ არ გვაქვს სრული მონაცემები კონკრეტულ მაჩვენებლებზე, მაგალითად, კონკრეტული რეფორმის შეფასებისას შეიძლება არ ვიცოდეთ კომპანიის მოგების მაჩვენებელი, მაგრამ ამ გამოწვევის მოგვარება შესაძლებელია, თუ მონაცემს შევადარებთ გარკვეული ტიპის სტატუს quo-ს, რაც მოგცემს ნამეტ ეფექტს. მაგალითად, გამოითვლით დამატებით რა რაოდენობის მოგების გადასახადის გადახდა მოუწევს ამა თუ იმ კომპანიას და გაითვალისწინებთ ამ ნამეტ ეფექტს ხარჯსარგებლიანობის ანალიზში. სწორედ ასეთი ნამეტი ეფექტების იდენტიფიცირება გვეხმარება უამრავი სხვადასხვა ცვლადის ანალიზი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი 10 საფეხურიან პროცესად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომელიც სლაიდზეა მოცემული. გარკვეულწილად ეს 10 საფეხური წააგავს RIAS პროცესს. შესაბამისად, თავად RIAS პროცესში შეიძლება ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის გარკვეული საფეხურები უკვე გავლილი გქონდეთ. პირველ ეტაპზე ხდება ანალიზის მიზნების აღწერა. მეორე ეტაპზე ყალიბდება შესაფასებელი ალტერნატივები, რომლებიც RIAS პროცესის წინა საფეხურზე უკვე გაკეთებული გაქვთ. მესამე ნაბიჯი არის იმ მხარეების ჩამოყალიბება, ვიზეც რეფორმა ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, რეფორმა შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს მეწარმეებზე, მომხმარებლებსა და სახელმწიფოზე. თითოეული ამ მხარისთვის მესამე ნაბიჯზე აღიწერება ხარჯებისა და სარგებლის ის კატეგორიები, რომელიც რელევანტურია ჩვენი ანალიზისათვის. მეოთხე ნაბიჯზე ხდება ზეგავლენის კატეგორიებისა და მათი აღმწერით ცვლადების იდენტიფიცირება. მეხუთე ეტაპზე რეფორმის სიცოცხლის უნარიანობის მანძილზე ან მანამ სანამ რეფორმა გარკვეულ წონასწორობამდე არ მივა, რაოდენობრივად ფასდება ზეგავლენა წლების მიხედვით. მეექვსე ეტაპზე ხდება ზეგავლენის მონეტიზაცია, ანუ თითოეული ზეგავლენის კატეგორიისათვის ხდება ღირებულების შეფასება. მეშვიდე ეტაპზე ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხარჯები და სარგებელი განსხვავებული პერიოდების განმავლობაში არ იკრიბება და საჭიროა მათი ერთ საზომ ერთეულში გადაყვანა, დისკონტირება. მერვე ეტაპზე დისკონტირებული ხარჯებისა და სარგებლისგან უკვე შეგვიძლია მივიღოთ წმინდა სარგებლის დღევანდელი ღირებულება, იგივე NPV. ეს არის სწორედ ის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელზეც წინა სლაიდზე გესაუბრეთ. მეცხრე ეტაპი ახდენს ცვლადებში განუსაზღვრელობის საკითხის გათვალისწინებას, ანუ ხდება იმის ანალიზი, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი დასკვნები, თუ დაშვებებში მოხდა ცვლილება. ამ ეტაპზე ვახორციელებთ შედეგების მდგრადობის ანალიზს. საბოლოოდ, მეათე ეტაპზე ხდება შედეგების შეჯამება და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე დასკვნების მომზადება. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მომზადებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა იურისდიქციაში ხდება რეფორმის განხორციელება. ეს აუცილებელია, რომ შევზღუდოთ ის ჯგუფები, ვის ხარჯებსა და სარგებელს ვითვლით. სხვაგვარად შესაძლოა ხარჯებისა და სარგებლის ბრუნვას ეკონომიკაში უსასრულოდ გავყვეთ. საქართველოში როგორც წესი იურისდიქციად საქართველოს ტერიტორია და ქვეყნის რეზიდენტები განისაზღვრება. ამიტომ არარეზიდენტების სარგებელი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზისთვის დანახარჯი იქნება, ხოლო მათ მიერ საქართველოში დახარჯული ფული შემოსავალი. მსგავსი ლოგიკით, დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები წმინდა სარგებელია ქვეყნისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც რთულია გარკვეული ტიპის სარგებლის გამოთვლა, ან ის რთულ მორალურ საკითხთან არის დაკავშირებული, ხშირად ვიყენებთ ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზს. მაგალითად, თუ გზის რეკონსტრუქციის შედეგად ვიღებთ ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას, სარგებელი იქნება გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, თუმცა ადამიანის სიცოცხლისათვის ფულადი ღირებულების მინიჭება შესაძლოა არ იყოს გამართლებული ეთიკური თვალსაზრისით. ამ დროს განისაზღვრება ხარჯები და ეფექტები, რომელიც რეფორმამ ან პროექტმა შეიძლება მოიტანოს. ხარჯებისა და ეფექტის თანაფარდობის საფუძველზე გამოითვლება ეფექტი თითოეული დახარჯული თანხიდან. გარდა მორალური საკითხებისა, როგორიც არის სიცოცხლის ღირებულების გამოთვლა ან გავლენის მონეტიზაციის სირთულე, ინფორმაციის არასაკმარისობის გამო, შესაძლოა საქმე გქონდეს შუალედურ საქონელთან, რომელიც არაპირდაპირ ეფექტს ახდენს საბოლოო პროდუქტზე. ამ დროს სარგებლის დათვლის ნაცვლად, რაც შეიძლება რთული იყოს, უმჯობესია ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზის განხორციელება. ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზში ძირითადად ხდება ხარჯების გამოთვლა ინტერვენციისა და საბაზისო სცენარის პირობებში. ასევე ვითვლით ეფექტის ცვლილებას საბაზისო მდგომარეობასთან შედარებით. ამ ორი სხვაობის თანაფარდობით ვიღებთ მაჩვენებელს, რომელიც გვეუბნება თუ რა თანხა ჯდება ეფექტის ერთი ერთეულის მიღება. მაგალითად, თუ ჩვენი რეფორმა გულისხმობს C ჰეპატიტის ელიმინაციას, ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზით შეგვიძლია გამოვითვალოთ, რა ჯდება თითოეული ადამიანის განკურნება. ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზის განხორციელებისას ალტერნატივების რანჟირება შეიძლება მოხდეს მსგავს და განსხვავებულ სკალაზე. მსგავს სკალაზე რანჟირების დროს ჩვენ ვიღებთ ხარჯთ-ეფექტიანობის კოეფიციენტს და მისი გამოყენებით ვადარებთ ალტერნატივებს. განსხვავებული სკალით რანჟირებისას ხარჯთ-ეფექტიანობის კოეფიციენტთან ერთად შეიძლება გავითვალისწინოთ სხვა პრიორიტეტები ან საბიუჯეტო შეზღუდვები. განსხვავებული სკალის პირობებში განისაზღვრება დამატებითი კრიტერიუმები, რითიც ვიღებთ გადაწყვეტილებას. ავიღოთ მაგალითი, ამ შემთხვევაში სიტუაცია ნათელია. ამ სლაიდზე ალტერნატივები შეფასებულია მსგავს სკალაზე ხარჯთ-ეფექტიანობის თანაფარდობით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შევარჩევთ მეოთხე ალტერნატივას, რომელიც ყველაზე დაბალი ღირებულებით გვაძლევს ყველაზე დიდ შედეგს.
მეორე მაგალითის შემთხვევაში ხარჯთეფექტიანობის შეფასებისას გააჩნია ბიუჯეტს, რომელიც გვაქვს. თუ მხოლოდ 15 მილიონი გვაქვს, უნდა გადავწყვიტოთ, ეფექტიანობა უფრო მნიშვნელოვანია თუ გადარჩენილი სიცოცხლეები. ანუ შეფასებას ვახორციელებთ განსხვავებულ სკალაზე. 30 მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში გადაწყვეტილება ცხადია და მას ხარჯთეფექტიანობის თანაფარდობის საფუძველზე მივიღებთ. ანუ ავირჩევთ მეოთხე ალტერნატივას, როდესაც ერთი სიცოცხლეს გადარჩენა 750,000 ლარი ჯდება.